იყო და არა იყო რა. იყო ერთი წითელქუდა. წითელქუდას ყავდა ბებია, რომელიც თურმე ავად გამხდარა. ბებია ცხოვრობდა ტყის პირას. ერთ დღესაც დედიკომ გამოუცხო წითელქუდას გემრიელი ნამცხრები, ჩაუწყო კალათში და უთხრა: "წადი შვილო, ბებია მოინახულეო." ოღონ თუ ვინმე შეხვდა, არავის დაელაპარაკოვო. გაუდგა წითელქუდა გზას. ამ დროს შემოხვდა მგელი. სად მიდიხარ? სად მიდიხარ? ბები კაიმავით. ჯიბებში რა გიწვია რა მეინად? ბებიკას საწყობი ნასკო. საწყობი შენი ბებიო? ტყის პირას. მიმასწავლე გზა სად არის? კარგი, შენ აქედან მოუარე, მე იქიდან წავ. გელი წავიდა მოკლე გზით, მიასწრო წითელქუდას ბებიასთან. ვინ არის? შენი შვილი წითელქუდა. შეჭამა მგელმა წითელქუდას ბებია. გადაიცვა მისი ტანისამოსი და ჩაწვა საწოლში. დაელოდა წითელქუდას. ამ დროს გამოჩნდა წითელქუდაც. კაკუ. ვინ არის? ატა! წითელქუდა. ურდული დასწირა, კარი გაიღება. ანა. ბებია, ამ ხელაური. იმიტომ რომ კარგად მოვისმინო. ბებია, ამ ხელა წარბები. იმიტომ რომ კარგად დაგებღვირო. ბებია, ამ ხელა წარბები. იმიტომ რომ კარგად დაგინახო. ბებია, ამ ხელა წარბები. იმიტომ რომ კარგად მოგებერო და მოგცხოვრო. ბებია, ამ ხელა წვერი. იმიტომ რომ კარგად ვისუქთო. ბებია, ამ ხელა პირი. კარგად შეჭამა მგელმა წითელქუდა. ამ დროს გამოჩნდა მონადირე. მონადირემ ესროლა თოფი მგელს. არ ვესროლა. მივიდა გაუჭრა მუცელი. და მოიყვანა წითელქუდა და მისი ბებია. გადაეხდნენ ერთმანეთს წითელქუდა და მისი ბებია. დიდი მადლობა გადაუხადეს ჩვენს პატარა მონადირეს და მგელი კი წევს აგერ შვერირად. აბა მგელთან სურათები ვის უნდა დასხედით?